დღეს 4 ოქტომბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 პირის პროცესი გაიმართა. პროცესზე ბრალდებულებმა ირაკლი კობახიძის დაკითხვა მოითხოვეს და განაცხადეს, რომ თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მომდევნო ორსყდომას არ დაესწრებიან. ამ პირობას 11 ბრალდებული შეუერთდა. ისინი ასევე სხვა ბრალდებულებს მოუწოდებენ შემოუერთდნენ მათ მოთხოვნას. ოცნების პრემიერის დაკითხვას მისი განცხადების გამო ითხოვენ. საქმეში ბრალდებულებს აინტერესებთ, რა სიურპრიზი დაახვედრა კობახიძემ აქციის მონაწილეებს ათონელის სასახლესთან. იყო თუ არა ეს წინასწარ გადაჭრილიღობა და რატომ არ დაინტერესდა ამ განცხადების შემდეგ კობახიძის ჩვენებით საგამოძიებო უწყება. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ბრალდებულების და ადვოკატების ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. აუდიო ჩანაწერი პროცესიდან სოციალურ ქსელში ვრცელდება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. რუსულ სასამართლო წინაშე წარდგეს ეგრეთ წოდებული ბატონი პრემიერი კობახიძე, რომელსაც წინასწარ დაანონსა და თქვა, რომ გელოდება ის სიურპრიზები. რამოსად რა ხდებოდა მოექცა სიურპრიზები. რაც დათო ყველა კარგად გახდა, ხობელი წაიქცა თავისი არავინ აუცილებლია ყოველთვის 3 კაცი წავიდა როგორც და მოუწო კობახიძე გამოგებული სასამართლოზე და დაასაბუთო რა სიურპრიზი მოგონებოდა ჩვენ არ 4 ოქტომბერს პრეზიდენცია ერქვა რომელიც შეიძლება ჩვენ არაფერი არ ვიცოდით. სხვა შემთხვევაში ჩვენ არ ვაქვს ამ ასარაჩი მონაწილეობის მიზეზი. როცა არ შეიძლება შესაძლებლობა ამოთქვა ჩვენი აზრით ნორმალურად. ამიტომ ნაწილი გახდა აბსოლუტური მოხდით ვასამართლეთ სასამართლოს. როდესაც ყოველი გადაღების მოსმენა. ეს მოსული დარაჯენ შემოგვიერთდეს ამ ინიციატივაში და გავაგზავნეს მომდევნო 4 სასამართლოს განმავლობაში. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. პროკურატურამ სხდომაზე ვიდეო მასალა წარადგინა, სადაც ერთ-ერთი ბრალდებული ზაქრო ალბუთაშვილი ათონელის სასახლესთან დგას. ვიდეოს ნახვის შემდეგ ალბუთაშვილმა სიტყვის უფლებით ისარგებლა და თქვა, რომ ის ხალხს თხოვდა გარეთ გამოსულიყვნენ, რათა პროვოკაციაში მონაწილეობა არ მიეღოთ. მისი განმარტებით, როდესაც ვითარება დაინახა ჩახერგილი ღობეებიდან დაწყებული გადამცემებით დამთავრებული, კარგად გაანალიზა რაშიც იყო საქმე და მიხვდა, რომ დანაშაულში უდანაშაულო ხალხის მიზანმიმართული ჩართვა უნდოდათ. ეს იყო უდანაშაულო ლოგისტიკების, უდანაშაულო ხალხის, დანაშაული ელექტროხმობებაში მიზანმიმართული შეტევა, მოუწოდეთ, რომ გამოსულიყვნენ და პროვოკაციაში არ მიიღოთ მონაწილეობა, რადგან მონაწილეობა ეს იყო მოწინააღმდეგე მხარის მიერ დაგეგმილი წინასწარ 4 ოქტომბრის მოვლენები. ეს შევდივარ და მესაუბრები გედედეს ხელმძღვანელს, რომელიც სხვადასხვა ძალიან კრიტიკულობა იყო, ის ხაზები ამოუხდა ხელმძღვანელს, კოცნის ხაზები და ახლა მოუწოდები ხალხს ვარ ჩაქრეულო Residents mirando la zona, sangue lo scerrato da sangue, fatto da sangue da sangue, che da marcia da una ghiaccia sulla la mobilità, alla dai bordi con cui faccio, ora lo posso su WhatsApp, sono dicevo, la ora sia che facciamo fare cronologico, business che raccontano una scuola, ნამდვილობისა რატომ მისაღმრებლებო პრეზიდენტმა რომელიც არ შეხვდა და არ გამგზავნა. დღევანდელ პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა კიდევ ერთმა ბრალდებულმა დავით ღურწკაია. მან საკანში არსებულ სანიტარულ ჰიგიენურ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, კამერებში არის ძალიან ბევრი სისხლის მწოველი ბაღლინჯო და მათ ყურადღებას არავინ აქცევს. საპასუხოდ მოსამართლე გიორგი გელაშვილმა თქვა, რომ ამ განცხადების ადრესატი პენიტენციური სამსახურია და არა სასამართლო. 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჩხენს, კახაბერ მჟავანაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილს, ზაქრო ალბუთაშვილს, გენადი კელიხაშვილს, დათო კაიას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილსა და იადარა ხველიძეს ჯგუფურად ჩადენილ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობას ედავებიან. მათ ასევე ბრალდება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლითაც აქვთ წარდგენილი. იადარა ხველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებიან.